ჩვენ ვაგრძელებთ ფრინავს სერიას ერთი დღეს სხვა ქვეყანაში. და მე მივფრინავ იტალიაში, სადაც 24 საათის განმავლობაში გავსინჯავ იტალიურ და ქართული რესტორნების კერძებს. ხოლო მე გავსინჯავ იტალიურ და ქართული რესტორნების კერძებს. ოღონდ საქართველოში. ნიკა ხوار გაფრინებოდი? წავედი. კარგად. კაი ფრენა, აბა. ხო, ჩვენ წარსდგენი არის ბილაევი, რომელიც გვარდგენს ყოველდღიურად და დიდი მადლობა მან წარსდგენისთვის. ესე იგი ფრენა მაქვს დილის 7 საათზე. მივდივარ სტამბოლის გავლით, მაგრამ 1 საათიანი გადაშტომა და რომში ვარ 11 საათზე. შია! კურსს დავასტიმულირებთ ქართული გემოებით პირველ ეტაპზე და შემდეგ იტალიურ კერძებზე გადავალთ. ჩემთვის გადამწყვეტი თვითონავში არის ფეხების ადგილი. ამიტომ ყოველთვის ვირჩევ ძელ ადგილს. ეს მეფესავით თუ არ ვიჯექი, მე თვითონავში არ შემიძლია სხვანაირად. ჩემი პირველი ლოკაცია იქნება ქართული რესტორანი წისქვილი, სადაც ვეცდები შედარებით განსხვავებული გემოები დავაგემოთ. რომის ქუჩებში ვარ უკვე, ცენტრში მოვედი და ამინდი არის გადასარევი, როგორც აღნიშნე. ინდუქში მივდივარ, რომის ცენტრშია, შეიძლება ითქვას. ძალიან მომშვიდა ამასობაში. დავაგემოვნებ მოკლედ ქართულ იტალიურ რესტორანში. სანამ წისქვილში მივალთ, მინდა რომ შემიფასოთ ჩემი ახალი მანქანა, რომელზეც გადავაკარი ფირი. ნიკამ რომ გადააკრა თავის მანქანაზე ფირი, მატოვი შავი. მე ავდექიდან სრულიად საპირისპირო ფერი დავარტყი, ნარდო გრეი. ძალიან კარგად გაგვიკეთეს, მე ძალიან ყოფილი ვარ. აბა შეხედეთ თქვენც, აი, ნახეთ, აბა ერთი შემიხედეთ. ავაც რო თუ იყოს, მე ძალიან მომწონს პირდაპირ ვიტყვი რა. მოვედით წისქვილში, კონკრეტულად რუინის ეზოს სივრცეში, სადაც ამაზე ქართულ გარემოში გაგვიჭირდება რომ ვიყოთ, იმიტომ რომ ზედმეტად ქართული ვაიბები მოდის, რაც ძალიან კარგია და მიხარია საქართველოს ჰანგები. აბა, ნიკა რომ იტალიაში წავა ხა, ქართულ რესტორანში არის ნორმალური თუ საქართველოს შენ სისხლში, მიწაში, კერაში? აი საქართველოს დროში, შუა რომში, ცენტრში ფრიალებს. ნახოთ აბა როგორ მიგვიღებენ და გვიცნობენ თუ არა. გამორჩება. კიდევ ერთხელ. აქ დაგვხდნენ გადასარევად მოკლედ და აბა რა შვებით როგორ ხართ? რამდენი ხანია გახსნილია და როგორ რესტორანი გაიხსნა 2025 წლის 9 დეკემბერს. ყავს მომხმარებელი ძალიან ბევრი იტალიელი, ქართველები. რა ვიცი, ვაკეთებთ სიგეთეს და ქართულ საქმეს. ძალიან მაგარია. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენ ძალიან გვიხარია ესეთი ცნობილი და გურმანის სტუმრების ასპინძლობა. ისუნი მაქვს დავაგემოვნო თქვენი კერძები. სალათით დავიწყოთ. კიტრის და პომიდორის სალათი ალბათ ნიგვზით, სავარაუდოდ. იყოს ნიგვზით. და ხაჭაპური შეიძლება მოგართვათ. იმერული მაგალითად. იმერული ხაჭაპური. თავად კერძად ვაცხოვარინებებთ. მწვადი ღორი, სიამოვნებით. ჩვენ დავიტოვებთ ერთ სურვილს თქვენთან, რომ ჩვენი შეფის, ბრენდ შეფის ალექსანდრე ნათაძის საავტორო მენიუდან ბოლო კერძი თავად ბატონმა შეფმა მოგართვათ. თავიდან ცოტა საშიშად დაიწყო, მაგრამ რადგან საჭმელს ეხება უკვე შვიდად. მოდი სურპრიზად დავტოვოთ და ამ ყველაფერს ერთი ჭიქალბონას თეთრი თუ წითელი ხო? საფერავი ალბათ გახუნწვათთან. საფერავი წითელი. გემრიელ ვახშამს გისურვებთ. მადლობა დიდი. შევიდეთ. გამარჯობა. აი, ეხლა რა შეეხება კერძებს მოვიდა უკვე ხინკალი და ხაჭაპური. ეს რა მოვიდა? ქაბაბი. ოი. ყემალი, მწვანე ყემალი, აჯიკა და საწენგელი. დიდი მადლობა. მოვიდა ქაბაბი და გვაქვს საბაბი რომ ჭამოთ. პირველი გავსწრებთ ხინკალი. როგორი ხინკალია იცით? ჩვენთან ბევრ ადგილას ვერ შეჭამეს ეს რა. ძალიან კაი ხინკალია. საღო. აი სრულფასოვნად დაგიკმაყოფილებს ხინკლის მოთხოვნას თუ გენატრება ხინკალი. გემრიელი ხინკალიაო იტყვი რა. რაც იტალიაში ორმაგად ასაფასებელია ამის გაკეთება. ოჰოჰოჰო. ეს წვადი ხო? კი. ეგერგოთ. მადლობა. აი ესეთი იუმორი მაქვს, ესეთი იუმორი რა გქონდა. ვინმე იტყოდა ეხა მწვადს ამაზე? მე სხვათა შორის ვუყურებდი ამ ხაჭაპურის დამზადების პროცესს და ხინკალივით ეხვეოდა და არ ვიცოდი და ძალიან კარგი საყურებელი იყო. მადლობა დიდი. გემრიელად მიერთვით. კიტრი, პომიდორი და ცალკე ზეიდან ხაჭაპური როცა ემატება, ზმარიც ხონია დამატებული ხედავ. ხაჭაპური. ძალიან კარგი ხაჭაპურია. აბა ქაბაბი ვნახოთ როგორია. იო, რა ვიყავი? ვერერიან ესენ. ძალიან გემრიელია და მომიკლეს. ხაო ძმაო.
ხორცი აქაურია. სარეველები ყავს საქართველოსთან ჩამოყვანილი. მართლა გემრიელია რა. კიდევ უნდა ვჭამა. მოდი ტყემალიც ვნახოთ როგორია. ტყემალიც მაგარია. პერფექტო. ხაჭაპური არის ძალიან თხელი რა. შესაბამისად, აკურატული და კომპაქტური საჭმელი. როგორ გარემოშიც ვარ, ისეთი სტილის ხაჭაპურია რაღაცა. სოფელში, ეზოში რო ელოდები, ნარც რო თამაშობ და ბებო რო ამ დროს ხაჭაპურს გიცხობს. აი რაღაცა ეგეთი სტილის ხაჭაპური არის რა, ოჯახში მომზადებული. კარგია. პურთან ბოდიში, ამ შემთხვევაში, კიტრი პომიდორი და ხაჭაპური რაღაცა მგონია რომ ერთი კომბინაციაა რა. ვთქვი რომ ბევრი არ მივირთვა, მაგრამ ისეთი გემრიელია რომ ცოტა მიჭირს რა. ჩემი უდიდესი პრობლემაა ეგ. კვების მენეჯმენტი. აბა, კაი ხაჭაპურიც ვნახოთ. მაგარი საჭმელებია ხა იცი. ფულსფელად არ მევუდი, ესეთი კარგი თუ იქნებოდა და ძალიან გემრიელია რა, ყველაფერი. რა სოჩნია? ელარჯი ჩავამატეთ როგორც ვიხდით. რა ელარჯია? არის ჩვენი ხოლოდ ელარჯით ვერ შემოვიფარგლებით საქონლის ხორცისგან დამზადებული ნიგვზიანი ხარჩო. საქონლის ხორცი, კი ბატონო. დიახ. ძალიან კარგად გამოიყურება ელარჯიც და ხარჩოც. ოლალა. ой. აი, ბიჭო რა ხდებ? მედია ვერ დამინახა ვერავინ. აი როგორც გამოიყურება ზუსტად ეგეთი გემოა. ძალიან გემრიელია. ამას გავუყო. აუ რა, მენანება სახში უწავეო ხო შეიძლება. ანუ ნახე პროსტა. რა ვიცი საღო. წვაცაც ველოდებით პრინციპში და მე ერთიანად დავიტყვი კიდევ ერთხელ ჩემს შეფასებას რა. მოდი მანამდე ინტერიერი შეგვიძლია შევაფასოთ და ექსტერიერი. მაგრამ ადგილას არის და ძალიან კარგად არის გაკეთებული. ფრენიერია, ძალიან ქართული ელემენტებით არის. რაც შეეხება სერვისს, რა ვიცი, გადამყრენთან, ვისაც ქართული კერძები გენატრებათ რომში ხართ, ან უბრალოდ დასასვენებლად ჩამოხვალთ და მოგინდით ქართული კერძები, აი იდეალურად მიიღებთ მაგ დანაკლისს შევისებთ. და უტირე იმენა რა. ღორის მწვადი შემოგვეწია ამასობაში. გადავინაცვლით კახეთში, მადლობა საბა. ხათაშორის სწორი ნაჭრის შერჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მე ვერ ვურგებ იმ ადამიანებს, ვინც ხახს არ აყრის მწვადს და ჭამს შრალად. აი ეს არის იდეალური ნაჭერი რა, ნახეთ. ნახევარი არის კონი, ნახევარი არის ხორცი. არც 51%, არც 50, 59% უნდა იყოს კონი და 51 მწვადი. ნახევარი. შეგნებულად ხელით ჭამ. იდეალური ნაჭერი შევარჩიე. მოდი ესეც ვსადოთ. მწვანე ტყემალი. ძვლიან ნაჭერს არაფერი შეედება. ძალიან კარგია. როგორც ხინკალი მწვადიც იჭმება ხელით. ჩემი აზრით. მით უმეტეს ძვლიანი ნაჭერი, იმიტომ ძვალში ჩანგალი არ ჩადის შეგახსენებ. რაცა უნდა მაგრა ჩააჭირო. რავი, რამდენიმე ბავშვობა მაგას ჩაიჭებო, ძვალში ჩანგალი ჩამერჭო. არ ჩადის რა. ამიტომ ხელით უნდა მივირთვათ მწვადიც და ხინკალიც. აი მწვადის აუ რა ხელა ნაჭრებია. დიდი მადლობა. ხოშკაკავა ნაჭრებია რა. კი ბატონო. ხორცი კარგი ჩანს. ხინკალი და კაბაბი უფრო მომწონა, მაგრამ მწვადიც მშვენიერია, ნახეთად არაფერი დაიწონება. ხაბაო ჭამში. ფიცხიანს იმსახურებ ჩემგან ეს ყველაფერი. გემოვიდით თვალსაზრისით კერძები რა. მშვენიერია. გავედით ბოლოში და ველოდებით სიურპრიზ შეფისგან, რომელიც ძალიან საშიშად ჟღერს. აი მე მგონი მოდის უკვე. თამაში. ამოხტომა უნდა და ვიჭერ. მე მინდა ერთად ნახოთ ეს არის. აუ, დამეწვიე რა, ძალიან გთხოვ რა, ეხლა ამასთან მარტო არ დამწო. ეს არის ჩემი გემოებით დასმული. მე ეს მინდა რომ წამოვიღო. მე ავიღებთ აი ამ ჯონ ჯოლს ესე. მე ესე მოვატეხავთ შებოლილ სულგუნს და ამას ეხა ეს რო გადაკეცავ და რო ჩაკვიჩავ, ავიცუდ ბოროტი ყველაფერი მოხორდება. კი, დედას გეცემ. ძალიან მაგარია ეს კაცი. დნება პიში. ეს მე ვიცი შენ გახსოვს ეს. ტვინი. რომელშიც შენ ჩახარ, ხო, ტვინის ძვლის ბოლოს. ეს დაიღლება დავაწვენ ამას. ესე იგი ფაქტიურად ქართული გემოები, აქეთ აი ცოტა ინდოეთი, იქითაც ინდოეთი, მაგრამ ჯონჯოლი და ეს ამბავი, ანუ რაღაცა ჯონჯოლმა ეგრევე დაგვაბრუნა უკან. რაღებს. ესეთ კერძებს ფასი არ აქვს. 210 ლარი მე მგონი. ესე მაგეთქო. აი. სწორია, აი ნამდვილი შეფის პასუხი არის რა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ და ხშირად გამოგვიარე. ისე რა ხშირად დავდივარ. მაშინ ცოტა მოუკელი. ძალიან ხშირად. მეგობრებო, ვინც არ იცით, ეს არის ტვინი, კანჭის ტვინი. ყველაზე გემრიელი ერთ-ერთი მართლა. შეხედე რა ფანფალა.
ამასობაში მოსაღამოვდა და მივდივარ ეხლა იტალიურ რესტორანში, რომელიც ქალაქის ცენტრში არის, პრინციპში შეიძლება ითქვას. ნახეთ რა ლამაზია, ულამაზეს. ასევე არ დაგვაუწყდეს ჩვენი სპონსორი არის TBC ბანკი, რომელიც გვერდში უდგას Hungry Men-ს და კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედგება დარწმუნებული ვარ. რომში არის ნეტა TBC ბანკი, უნდა გავხსნათ რა უეჭველი. მოვლეთ ინტერიერი, ექსტერიერი ძალიან ლამაზია აქაურობა და ძალიან კარგ გარემოში გიწევს შენთვის საყვარელი საჭმელების მირთმე. რაც შეეხება გემოებს, ძალიან კმაყოფილი და ძალიან გემრიელად ნაჭამი მივდივარ აქედან. ეს ყველაფერი აი ამ სურპრიზის გარდა ჯამში გამოვიდა 213 ლარი. მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთ ადამიანზე არ იყო გათვლილი და ალბათ 3-4 კაციც გაიზიარებდა თავისუფლად. გაუმარჯოს ჩვენს მასპინძლებს. ჩვენ შეგვიძლია უკვე დავტოვოთ აქაურობა. ჯერ ვერსად ვერ დავტოვებთ ადგილს, იმიტომ რომ აქ ვისაც 213 ლარი გეძვირათ, შეგიძლიათ ეს სერვისიც მიამატოთ 213 ლარში და უფრო კმაყოფილები იქნებით. მივედი, აი აქ ბოლო სართულზეა. მინერვა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცივა. დამეყინა ხელები რა. ერთი ცუდი ამბავი ისაა, რომ ვერანდა დაკეტილია ამინდის გამო. არადა გარეთ მინდოდა დაჯდომა, შიგნით მოგვიწევს, მაგრამ მოდით ერთად დავთვალიეროთ ხედი, სად შეიძლება რომ მზარიყავ. აი ეს მაგიდა იყო ჩემი. უკეთესი ხედებიც მინახავს. ბევრი არაფერი დამეკარგავს, შევიდეთ შიგნით მუსიკაა და გავერთოთ. Let's have some fun, guys. ესე იგი, გარემო ძალიან ლამაზია, მართლა. ChatGPT მირჩია, რომ არის ყველაზე პრესტიჟული. აქვს 3 მიშელინის ვარსკვლავი ამ რესტორანს და მეორე ადგილზე იყო რომში. რა პირველ ადგილზე რომელიც იყო კოლიზეუმის პირდაპირ საოცარი ხედი, მაგრამ შემდეგი 2 თვის განმავლობაში იყო დაჯავშნილი. სანამ შემდეგ ობიექტზე მივალ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორი არის ორიტონა. დიდი მადლობა მათ პარტნიორობისთვის. ქართული გემოები ამოვწურეთ ამით და მივდივართ იტალიურ რესტორანში Casa Fiori, რომელზეც ვფიქრობ, რომ სადაც ნიკა იმყოფება იტალიაში, იქაურ რესტორანსაც კი გაუწევს კონკურენციას ისეთი ლეველის რესტორანია Casa Fiori. ნიკა დიდი იმედი მაქვს არ შერცხვები და ამ ხელაგზაზე ტყილა არ წახვედი და ისეთ კერძებს დააგემოვნებ, რაზეც თქვი რომ აი ღირდა ძმაო, ერთი დღით აქ ჩამოსვლაო. მაგრამ მეეჭვება. ესე იგი შევუკვეთე, ავიღე 4 სხვადასხვა კერძი, პასტა ავიღე შავი ტრიუფელით, ასევე ავიღე ადგილობრივი თევზი, რომელსაც მაგიდაზევე გამირჩევენ და ისე მოიტანენ, ან ამ ყველაფერს გვაჩვენებენ. ბურატას ყველი ავიღე და ერთი რაღაც სტარტერი, რომელსაც მოიტანენ და მოკლედ ვნახოთ რა. კოქტეილსაც ავიღებ და სადღაც 300 ევრომდე უნდა ავიდეთ წესით. სალამი. სალამი, მქვია ნიკა, რესტორან Casa Fiores შეფი. დღეს იტალიურ განწყობაზე ვართ, დაგვეხმარე მენიუს შედგენაში. ჩემი აზრით აპეტაიზერებით უნდა დავიწყოთ ბურატა პომიდორით, შემდგომ შემოგთავაზოთ ჩვენი დამზადებული არანჩინებს, შემდგომ ალბათ პიცა, იტალია პიცის გარეშე და ალბათ დესერტი. მოდი ერთი თქვენი ფავორიტი. კაი, მაშინ ტირამისუ. იყოს ტირამისუ. მადლობა. შევთანხმდით. მადლობა თქვენ. ველოდები იმედია მოვერევი ამ ყველაფერს და დავიწყოთ მაშინ. ოდიშ თუ ეს ვიდეო ცუდად იქნება გადაღებული. არ არის ჩემი პროფილი ნამდვილად გადაღება ვიდეოს. ძალიან კაია, იდეალამენტე. ბურატა უმაგრესია. ტოპ ბურატა. ყველა არ ურჩევია ამის ბურატა. აურა ბურატა. აი დაველოდოთ დანარჩენები. პირველ რიგში დავიწყებთ ფოკაჩათი, ზეითუნის ზეთით და ბალზამიკოს ძმარით. და მე უნდა ამოვუწო. კი ბატონო, კი ბატონო. ბურატა პომიდორით. ესეც ჩვენი ბურატა. ეს ყველაფერი აპეტაიზერია. კი ბატონო. გემრიელად მიიღეთ. მადლობა. ცოტა ნერვიულობ, რამე არ შემეშალოს და ამის კოზი ამას არ ჩავარჭო და იმის ჩანგალი აქეთ ისეთი კულტურულ სივრცეში ვარ. ეს ყოველდღე ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ფოკაჩო. პატარა არტი არის ჩემს თებზე ზეთიც და იმის ნაჟულით. კარგია, ფოკაჩო. ეს არის 8 ფეხა ლიმნის соуსში. მობრაწული. დაამაგარია. ლიპარი? ლიპარი. Thank you. კოქტეილიც დავამატე ხა. აურა 8 ფეხაა, соуსი არის მაგარი რა. ჯერჯერობით მაყოფილი ვარ. დაველოდოთ თავარ კერძს და სანამ თავარი კერძი მოვა, მოდი გუგლს გადავავლოთ თვალი რა შვება და როგორ მიითმევს. მოდი იტალიის მშვენებაზე ბურატაზე გადავიდეთ, რომელიც მე საკმაოდ მიყვარს, მინდა აღვნიშნო. ოი, мама, შიკიტა. ძალიან სუბუქია. პრიალაო, ნაზესია რა. მაგრამ მევასება ბურატა.
მედიან შეფნიკა არ ხედავს ამ ყველაფერს. თორე ტვინში სისხლი ექცევა ალბათ რომ მიყურებს. შეფნიკა. აჩვეულებრივი ხელი გაქვს. ეს არ ვარგა, არაფრად. 25 ევრო გდათ კოქტეილი. წამლის გემო აქვს რა. მოვიდა ტრიუფელის პასტა, რომელიც არის სულ რა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ცალი ჯამში. მე რა გმირია მაგრამ ცხუბს ვაპირებდი ხა ისეთი ცოტაა, მაგრამ საოცრებაა. ეგეთია უბრალოდ თვალები უნდა დახუჭო და უნდა შეიგრძნო, იმდენად გემრიელია. ჭამა არ ხელოვნება რა. ამით უფრო кайფობ, ვიდრე მუზეუმში რაღაცის წინ ვდგავა რა და აქ უფრო გრძნობ ადამიანის სიდიადეს. საოცრებაა რა. ნუ ადამიანს რო არ თქმა ხელს და აღარ დავიბანო ეგრევა რა, არ მინდა რომ დავიბანო. ჩვენი პიცა. ეს პიცა ხო? კი ბატონო. განსაკუთრებულია იმით, რომ კროკანტეა. ანუ რომაული პიცა არის, ხრაშუნა. აშკარად ეთქვა ვიზუალურადაც რომ ძალიან ხრაშუნა იქნება. ხრაშუნა. მაშინით რბილდება ხო აშკარად? კი, რა თქმა უნდა. ნახოთ აბა. ოი, ახმა იყო, კარგია. ძალიან თხელია რა. ალივედერსი. მე მიყვარს ესეთი პიცა რა. სხვადასხვა ადრე მიყვარდა სკელი პიცა. სპეციალურად მარგარიტა იმიტომ უთხარი რომ მინდოდა სადა პიცა გამეგო რა. შვენიერი პიცა ვერაფერს იტყვი რა. დავტოვე პეპელა შეგნებულად და გავამხიარო კონტენტი. წავედით. წავედით. მოკლედ პასტაც დავამთავრე და არის აი მართლა არასდროს ესეთი საოცარი პასტა არ მიჭამია ცხოვრებაში. სიგიჟია, ეს უნდა გასინჯოთ. მოკლედ თუ რომში მოხვალთ და აქ მოხვდებით, აუცილებლად გასინჯეთ ტრიუფელის პასტა. და მითხარით მადლობა ამ ვიდეოში დააკომენტარეთ შემდეგ. თქვით მადლობა და არხიც გამოიწერეთ. აუცილებლად. Most delicious pasta I have ever tried. Thank you so much. ამ კაცმა მირჩია და მართლა საოცრებაა. კარბონარა. განსაკუთრებული იმითაა, რომ პეკორინო რომანო აქვს. პეკორინო რომანო? ხის ყველი არის და პარმეზანი 24 თვის დაძველებით. ასევე არის გუანჩალე. აჰა, შვენიერი. რაც უფრო მეტია, დაძველება მით უფრო. ღვინოსავით არის. კი ბატონო. წითელი ღვინო. ელეგანტო. ეს რა მოურია იმედია შეფნიკა არ მეტყვის რატო გააკეთე ეს ყოველები. იმედია სწორად ვიქცევი, ხო? კიო თავით მანიშნა. გთხოვთ ჩვენი არხი გამოიწეროთ 1 მილიონზე თუ ავედით. არ ვიცი, ეს იქნება ჩემი ოცნების ახთენა. გავუმარჯოთ ჩვენს გამომწერებს, დიდებულებს. რაღაცა შოუ მაქვს. ჩემთვის კეთდება. ხას აცლის სავარაუდოდ ცეცხლს ველოდებოდი და ხის გაცლის ეს დამხმარა. თადე. ოი, ოუ, რა ფხა. So fresh ფხა. ოი, мама. Thank you so much. იმის გათვალისწინებით რომ 60 ევრო ღირდა არ გადავირიე რა. და გემრიელია, თუდი არა. ტრიუფელის პასტის მერე არაფერის. ნუ ხარისხი იგრძნობა. მოკლედ ეხა ანგარის ვეტყვი, ნახოთ ფასი და მერე პუნქტების მიხედვით შევაფასებ ამ რესტორანს თავიდან ბოლომდე. აბა, ეს გამომარჯოს. ხრაშუნა ეს ხორცი აქვს დამატებული რა. გუანჩალე. ძალიან კარგია. იტალიურ სამზარეულოსაც ამდენად არაფერი არ დაეწუნება და ძალიან მიყვარს რა. შვენიერი ღვინო, ჩელტი, ყვარელი. ქართულია. ყვარელი family collection. 5 წლის ღვინოს გიახლებით, რომელიც საკმაოდ გემრიელია. ყველა ინგრედიენტი ძალიან უხდება ერთმანეთს და ოჩახნიკა, ოჩახ კაფე, ასაფიორი. ძალიან გემრიელი კარბონარა, თავის ძალიან გემრიელ ღვინოსთან ერთად. იმინდოდა ისეთი კერძები ამიყო, რაც საქართველოშიც იქნებოდა, მაგრამ აქ არ იყო პიცა მაგალითად, არ იყო ლაზანია მაგალითად, პასტებიც არ იყო რა, ჩვენთან რაც არის ხოლმე კარბონარა, ბოლონეზი და ასე შემდეგ რა. ამიტომ ესკუზამენტე გუგახ. ძალიან დიდი იმედი მაქვს ასაფიორიში ხარ და რამე შეცდომა არ დაუშვდა, სხვაგან არ წახვედი, როდესაც იტალიურს ეხება რა. იმიტომ რომ ყველაზე გემრიელი მანდ არის ჩემთვის ყველაფერი აბსოლუტურად. ტირამისუ განსაკუთრებით. რანაირი იტალიური ამათ? კარბონარა არ არის, ლაზანია არ არის, ეძახი ხა იტალიური. ეს რომ იტალიის შემქმნელს და დამაარსებელს გაიგო, მაგრამ გაუწყდებოდა. ვაიმე დედა. იმედია მე არა ხო სულ. ოი. ჩვენი ტირამისუ კლასიკური. რა ხდება? ჩვენ სტუმრის წინ ვასერვირებთ ამ ტირამისუს. 4ჯერ უნდა დაკაკუნდეს ყველა ძირზე მეგობრებო. კარგად რომ მოიჭრას. ოი. ოი. ძალიან სიმპათიურად გამოიყურება მინდა აღნიშნო. დამაგურგვინებელი. ჩვენი კაკაო. კაკაო.
დავანახოთ მაყურებელს. ესე მზადდება ტირამისუ, ვინც არ იცოდით ლაივში. რბი ლუკა. კბილი არ მიყვარს, მაგრამ უდარებელი ტირამისუ დედასფისა. ანუ ამ ყველაფრის მე რაც დღეს გავიარე, ტირამისუს თუ ბოლომდე მივირთმევდი, ნამდვილად არ მეგონა. მადლობა. გაუმარჯოს ამ ადგილს, მადლობა მასპინძლობისთვის. Can you bring us tiramisu in Czech please? ვერთო რამ ხილა ტირამისუ მოდის. ეს რამ შემოკვეთინა. ტირამისუ ნახეთ. სიგიჟეა, სიგიჟე. არა, ძალიან გემრიელია მართლა, მაგრამ ხილა რატომ მომიტარა? ფასიც მოვიდა. 303 евро იყო. ყველაფერი პლუს 10% მომსახურების, 12% უბრალოდ 340 евро გამოვიდა ჯამში. იმდენი უჭამე რავი. აი ძალიან ძვირი. მაგრამ ისეთ ადგილას ვარ ხარა. არა ძვირია. მე გვი რაღაცები ზედმეტი არის, ხა უნდა გავარკვიო. მოდი ორი სიტყვით შევაჯამოთ აკაურობა. მადლობა. ფასიც გასაგებია. რომელსაც ბოლოს გეტყვით. ვიზუალი, ექსტერიერი, ინტერიერი ძალიან დახვეწილი, ძალიან ელეგანტური, გემოვნებიანი და ვიზუალურად ძალიან მომწონს, მოკლედ აკაურობა. რაც შეეხება გემოებს, ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური კერძები მივირთვის საქართველოში, თამამად შემიძლია ვთქვა. რაც შეეხება ფასს, დაჯდა ეს ყველაფერი 189 ლარი ჯამში. და ეს 189 ლარი მე იმდენი მივირთვი ახლა. იმდენი დავტოვე თან, რომ ორი კაცი რო გაიზიარებდა, საკმარისზე მეტი იქნებოდა და შესაბამისად 189 ლარი ვარაუდობთ რომ ორმა კაცმა გადაიხადა. საშუალო ფასი არის ჩემი აზრით რა. არც ზედმეტია, არც ნაკლებია. კარგი ფასია. რაც შეეხება სერვის, შვენიერი და ძალიან პროფესიონალური და დახვეწილი და საბოლოო ჯამში მივდივარ ძალიან კმაყოფილი აქედან. სერვისს დავაკლებ ხა ქულებს, იმიტომ რომ ორი კოქტეილი ზედმეტი ჩამოწერეს რა. თო დავაკლებ, 250 ევროზე ჩამოვიდა. რამ ხელა სხვაობა იყო წარმოიდგინეთ. ეს უკვე შედარებით ადეკვატური ფასი. 2 საათი დამრჩა, შემიძლია რომის ქუჩებში გავიარო და მე წავალ აეროპორტში პირდაპირ და ჩავფრინდები საქართველოში. კაი, წავედი მოკლედ. დასრულდა ჩვენი ვიდეოს ამასობაში. მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ ბოლომდე და არ დაგავიწყეთ გამოიწოროთ ჩვენი არხი. მე კი იმას შეგახსენეთ ასევე, რომ ჩვენი წარსმდგენი არის ბილაივი, რომელიც გვარდგენს ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში და დიდი მადლობა მათ. ვასა, მალე ჩამოდი, მინდა რომ მოგეფერო შენს პატარა გვანჩალოებზე.